გამარჯობა, მე ვარ დიდი პატარა პოდკასტის პატარა წამყვანი კესო გველესიანი და დღეს ჩემი დიდი სტუმარი იქნება ოთო ნემსაძე. ეგო ვარ. ცანსასია მომნო შენი გაცნობა. და ზამი ხარია რომ შენთან ვარ. როგორ ხარ? იცი რა, მართლა დიდად გუზნობ თავს. ეხლა. იმიტომ რომ ცოტა დიდი გავხდი რა. კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? სკამს რო აქნები. მე როიულობ შენთან რო ვარ. ძალიან. იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ხარ, ძალიან საყვარელი ხარ, ძალიან ჭკვიანი ხარ და ნერვიულობ რომ ყველაფერი კარგად იყოს. მაინც იქნება რა. ხო. ბავშვობიდან გინდოდა რომ მომღერალი გამოსულიყავი? არა. ბავშვობაში, აი მაშინ როცა შენი ტოლი ვიყავი, ალბათ. ეხლა შენი ტოლი ვარ, მაგრამ მაშინ განსაკუთრებულად ვიყავი. სულ მინდოდა რომ ანუ მაშინ ყველას უნდა მეხანძრე და პოლიციელი რო გამოსულიყო. ჩემ დროს და მე მინდოდა პროკურორობა. მე სულ ოცნებობდი რომ პროკურორი გამოსულიყო, იმიტომ რომ ეს სიტყვა მომწონდა. და კიდე კაი რო არ გამოვედი. მე არც მომღერალი არ მინდოდა რომ გამოსულიყავი, მაგრამ გამოვედი შემთხვევით. შემთხვევით ანუ ეხლა რო გაიზარდეთ მე მოგინდა. ხო, მე მომიდა, ძალიან მომიდა. რო გამოვედი მე მომინდა. უკვე გამოხვედით და სხვა რა გზა მაქვს. ვინ იყო პირველი ადამიანი, ვინც დაგაჯერა რომ მუსიკა შენი საქმე იყო? ეგეთი ადამიანები იყვნენ რამოდენიმე. და ერთდროულად თან. ეს იყო პირველ რიგში მარინა ბერიძე. იმიტომ რომ პირველად მარინა ბერიძის პროდიუსინგით პროექტში მოხვდი. მანანა მორჩილაძე, ნინო ჩაჩავა და ლანა ქუთათელაძე. ამ 4 ადამიანმა დამაჯერეს რომ მე ნამდვილად შემეძლო დიდ სცენაზე დგომა. არსად არ მithქვავს ეგ და არც იქ კითხვა არ დაუსვამს არავის არასდროს. რას ეთყოდი მაგ ადამიანებს ახლა? პირველ რიგში იმას ვეთყოდი რომ ძალიან მიყვარს. დიდი მადლობა, იმიტომ რომ ამ 4 ადამიანმა შექმნა ჩემი უკვე დიდობის მუსიკალური სამყარო და მათ თვითონაც ძალიან კარგად იციან რომ მე ძალიან მიყვარს და დიდი მადლობა რაც ქართული მუსიკისთვის გაუკეთებიათ დღემდე და აკეთებენ კიდე. მე სკოლაში ვით ჭკვიანი რო იყავი. მე? ხო, აი დიდი თავი მახედავ, ძალიან დიდი თავი მაქვს. ტვინს დიდი მაქვს და სულ ჭკვიანი ვიყავ კი. და ცალკიც იყავი ისე, ანუ სკოლაში ჭკვიანი იყავი, მაგრამ ისე ცალკი. ცალკიც ვიყავი და სულ ნერვებს უშლიდი დედა ჩემს, იმიტომ რომ ან რაღაცას ვიტეხავდი, ან რაღაცამ სულ რაღაც მჭირდა რა. ცხვირი, მაგალითად, რომლიდანაც ვერ ვსუნთქავ. მეც მალე გამეუბნება იმ და. გაგეუბნება შენ. ანუ ზუსტად ამითი ბეცემი ხოლმე ცხვირი. მართლა? ხო, ერთხელ ცხვირი დავეცი, ცხვირი გავიტეხე რა. ანუ არ გიტკინა? ანუ ეს ისტორია ეხა ცოტათი რაღაცნაირად მაქვს, ანუ გაგივლის ეგ არაფერი არ არის. რაღაც 5 წლის ვიყავი თუ 4-ის. ეხლა რამდენი ხარ? ეს. ვა. მე 7-ის მეკორე და 1 წლის. ასა დიდი გოგო ხარ. არც ისე. ხო, ანუ დიდების და ოდნავ დიდების შოუ გამოგვივა ჩვენ. ერთი დღით ბავშვი რო ყოფილიყავი. ხო. რო დაბრუნებულიყავი ბავშვად. ხო. რას გეკეთებდი? იცი, სიმართლე რომ გითხრა, ეხაც ბავშვი ვარ მე. დიდი ბავშვი ვარ. და სულ მინდა რომ ბავშვი ვიყო. და დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი. რას გავაკეთებდი? თანამედროვე სათამაშოებით ვითამაშებდი. იმიტომ რომ ჩემ დროს რაღაც ხისტოფები და ისინი იყო რა სულ რა, იმით დავრბოდი ხოლმე. ხო და ეხა და კარგ მულტფილმებს უყურებდი. ხისტოფები. ხო და თითებს მტკენდა ხოლმე რომ ვისროდი. ისროდა? არა, ხმა ქონდა, უბრალოდ ხმა ქონდა ამას და ის ხმას რაც გამოსცემდა, იმაში თუ თითი ჩამყვებოდა, მე იყო ცუდი ამბავი ძალიან. ეხა ავტომატს ვიყიდი და ვიბენდი. რა? მუსიკაში ტექსტი შეგშლია როდესმე? კი. და რას ეკეთებდი? დამიწერი ახალი ტექსტი იქვე. ეგ შემიძლია. რო ვაი, სულ აღარ მაქვს ტექსტი არ არის, დავწეროთ ახალი და ახლა რაღაც სიტყვებს ვიგონებ ხო და ვერავინ ვერ იგებს. ნუ თუ ძალიან ცნობილი სიმღერა არ არის, ძალიან ცნობილი სიმღერის ტექსტები არ მავიწყდება. მაგრამ აი ნახევრად რო იციან ისეთი სიმღერების შეიძლება დამავიწყდეს. ანუ 2 დღეში სცენაზე რომ უნდა გამოხვიდე და რო არ იცი. საათშიც მისწავლია. და წარმოიდგინე რო არ იცი.
და სცენაზე ვწერ რა, ის სიმღერის დროს ვწერ. თან ხო მღერი? ხო, და უცბად რა, ატომღაც რომ წახვედი. ანუ ეგ არის, ხო? ხო, სიმღერა. არა. სიმღერა დავწერო გინდა? შენ მიდი რაღაცები ღირე, მე ტექსტებს დავწერ. კაი. მიდი. შეიძლება ეგ დავიბახსო, რა? ეგეთი მაგარი არა ვარ. მაგრამ კარგი. მე ვარ დღეს კესოს პოდკასტის სტუმარი და დარალა. რაღაც სიმღერა მითხარი და რაღაც ეგეთები დავწერო დინა. შტერობები. შენ არ მღერი? როგორ არ მღერი? და სიმღერებს თუ წერ. მე სიმღერებს ვიგონებ და სკოლაში ვწერ ხოლმე ფურცელს ვითხოვ და ავწერ რაღაცებზე მე სკოლაში ვარ და მიყვარს ეს სკოლა ხო აი ეს სკოლაში ვარ და მიყვარს ეს სკოლა მერე სკოლიდან ჩემ პოდკასტზე მივდივარ რომ ჩავწერო ვიღაცა დიდი ბიჭი ჩემზე ეგეთი სიმღერა გამოვიდა აი თუ მოგეწონათ ამოჭერით და დაიდროპება მეგობრებო ეს ჩვენი ახალი ტრეკი აი მოიცა ლიმონზეც გამოვიგონე ლიმონზე ხო ლიმონი რამჟავეა აბა მისუსტად ეგეც ზუსტად მართლა თანაც როგორი ყვითელი თუ ჩაგვიჩო სახე მოგეჭუჭნება ახლა მე პოდკასტ აი ამ სტუდიოზე მოვიგონე კიდე ნუ ვისო აი შავკანისფერი სტუდია ყველა ო აქ ნიტები ატმია და აქ წამი და აქ ის ანიტებია ატმია და შავკანისფერი სტუდია ცისფერია და აი მე აი მე არ შემიძლია ნახლა აქ მაქვს ერთი თამაში 10 წამში უნდა მიპასუხო იცოდე კარგი მე ყველაფერს გავაკეთებ დღეს რასაც მიბრძანებ 10 წამი გაქვს 10 წამი მხოლოდ კაი დაასახელე 3 ქართველი მომღერალი 3 ქართველი მომღერალი სტეფანე ლელა სალმებაგურაძე 4 წამში ნახე ამაგარი ვარ ეგენი ყველა ვიცი მე 3 საჭმელი რომელიც გიყვარს შემწვარი კარტოფილი სუში და ხინკალი ხინკალი ნახე რამალებ თქვი ეს იყო 6-3 მაგრამ 10-ში ჩავედიე 10-ში გიჩვედი შენ რაღაც ნიჭი გაქვს მგონი ამ დროის თulis ნიჭი გაქვს 3 სიტყვა რომელიც შენ ხასიათს აღწერს გიჟი პატარა სულელი სულელი რა ხო სულელი ვარ ხშირად ძალიან აი შენ ხო სულელებს აკეთებ ხოლმე კი მეც 3 ცნობილი ადამიანი ვისთან ერთადაც იმღერებდი პოლ მაკარტნი სტინგი და ნიას დიესამიძე 9 წამი დამჭირდა ნახე რა ზუსტი ვარ ეგეთ სულელიც არ ხარ თვალე კიდე გაკითხები ეს თამაში მომეწონა და აღარ არის ეხა თუ გინდა შენ შემეკითხე კარგი ой ანუ აქედან შევეკითხო მე თვითონ მოვიგონებ აი ეს რატო უნდა კითხო ეს როგორ ნამეცადინები გაქვს შენ კარგი აი ერთი
ჩავმითვალე შენი სამი საყვარელი ნათესავი დროზე. ლიზი ნუცა და მე ნუცა. კარგი, ალბათ ნათესავები არიან. ხო, ლიზი ნუცა და ნუცა. ვინ არიან ეგανε შენი? ბიძაშვილები, დედები, ძმები. ლიზი ნუცა და ნუცა ძმები. ძმები როგორ უნდა ხო, აი მე მაგას ვამბობ. ანუ ვინ არიან? ბიძაშვილები არიან? დეიდაშვილები არიან? აბა? ლიზა? ლიზა არა, ისა კიდე, ნუცა და ლიზი. ლიზი, უკაცრავად. ლიზი, ნუცა და ნუცა ძალიან უყვარხართ კესოს. შემდეგი კითხვა. ჩავმითვალე 5 შენი საყვარელი საჭმელი. 5? ხო. რა? ხინკალი, პიცა, ფრი, ბურგერი? ბურგერი ერთი დარჩა. და გუფთა, ხო? მართლა გიყვარს გუფთა? არ მიყვარს. მეც მიყვარს. შემდეგი კითხვა, შემდეგი. გილუდები. ვიცი რაღაც ისეთი ვიდა რომ კითხო რომ ჩაგჭრა. It's very pepper. Why not? ჩამოვიტვალე 3 შენი საყვარელი ქართველი მომღერალი. ცხადა ხო მოიცა მაცად. გიორგი ცხადაძე? ოთო და თორჩო. კაი, მე არა ვარ, თორჩო და ცხადო ჩემი საყვარელი მომღერლებიც არიან. კიდე? ხო და შენ? მეც, მართლა, აბედნიერება. მე არ მიმინიშნებია ხალხო. ესოსთვის საერთოდ არ მინიშნებია რომ ჩემი თავი ეთქვა. კიდე ჩამოვიტვალე 3 შენი საყვარელი იუთუბერი ქართველი. აუ, იუთუბერი. ო. კაკოსოსო. ხო, ეგენი ყველასი არის. მეც. და მესამე? მე ვიტყვინა? არა. TikTok-ერი კოსმოსში. გიგი on the road-ი? მაგარი ბიჭია გიგიც. მე კესოს დავამატებდი. სულ ეს იყო რა, რაც უნდა მეკითხა. 8 თვის რო იყავი სადღაც მე. 37-ის და რაღაც დღეების წინ. გუშინ წინ მქონდა დაბადების დღე. ოი, გილოსა. მადლობა. მე კიდე 2 თვის მქონდა. მართლა? მეც გილოსა. ხო, 8 თვის რო ვიყავი რა. იცოდი შენ, ნანახი ყავარ? მე 8 თვის ვიყავი. არა, ნანახი. არა, ხო? გოგი დოლიძის სიმღერებს რომ გოგი დოლიძის რო ღიღინებდი უკვე 8 თვიდან. ხო, მაგას დედა ჩემი იძახის. მე მაინც არ მჯერა და მე არ მჯერა, მაგრამ დედა იძახის და დედის უმჯერათ ამ პრინციპში. ანუ გჯერა. ნუ დაუჯერებელი ანუ ამბავია. გჯერა. ხო, სხვა გზა არ მაქვს. დედა იძახის რომ 8 თვის რო ვიყავი, გოგი დოლიძის სიმღერები მიყვარდა ძალიან და ამ სიმღერებს ვღიღინებდი მანეზში. მე კიდე ლუჩიანო პავაროტის სიმღერებს უსმენდი და კიდე იუსტონის სიმღერებს უსმენდი. ის ვიტნი იუსტონი. ხო. მაგებსაც და ლუჩიანო პავაროტზე ვტიროდი. რომელი სიმღერა იცი ლუჩიანოსი? მე ხა მესაიდან მე ვახსოვებ, რამდენი ხანი არ მაქვს. კიდე ვიმღეროთ ოპერები. მომინდო მაქვს ოპერა. Tu conheço. კონკურსებში რო იყავი, მაკედან გაგიცნო ხალხმა. ხო. კი, ბევრი კონკურსი მაქვს მოგებული. და კარგია კონკურსები. სიმართლე გითხრა? არ მოგატყო. იცი რა, დღევანდელი კონკურსები არ მომწონს. რატო? დღევანდელი რატო? ნუ ეგეთ კონკურსებში მეც მიმიღია მონაწილეობა, ანუ ცოტა აქეთკენ. შენი ასაკისკენ. და არ მომწონს. იმიტომ არა რომ მე რაღაცები რომ აქ მოგებული, ისინი კარგები იყო და დღეს ცუდი არის. ანუ ნახე რატო არ მომწონს. ადრე ეუბნებოდნენ ხოლმე პრობლემებს რა, მაგალითად მე რო რაღაც შემეშლებოდა სცენაზე, სიმღერის დროს, აუცილებლად მეტყოდნენ რომ ეს შეგეშალა და გამოასწორე, ან იმეცადინე, ან ეგეთ რაღაცებს იძახდნენ. და დღეს ყველას ეუბნებიან რომ მაგარი მომღერალი ხარო და ყველა არ არის მაგარი მომღერალი.
და ეგ არის ძალიან ცუდი საქმე, იმიტომ რომ იმ ადამიანს გონია მე რომ კარგად მღერის და მთელი ცხოვრება უნდა დაიღუპოს. იმიტომ რომ სულ მომღერალი ეგონოს თავი არა და არ იყოს მომღერალი, ხვდები? ხოდა როცა ვერ მღერის ადამიანი, ვერ აკეთებს მანიკიურს კარგად, ვერ აკეთებს შილაკს. თმის დახვევას რაღაცას. იმას უნდა უთხრა, რომ შენ საქმე არ გამოდის და სხვა საქმე გააკეთე რა. მართალი ვარ. აი ხა შენ გადასარევად გამოგდის ეს წამყვანობა, ხო უნდა გითხრა რომ ძალიან მაგარი წამყვანი ხარ. მაგრამ რო არ გამოგდიოდეს, ხო უნდა გითხრა რომ იცი რა, ეს მგონი მოდი რაღაც სხვა რამე ვცადოთ რა. მაგრამ შენ გადასარევი წამყვანი ხარ, ამიტომ ამას არ გეტყვი. ხოდა აი ეგ არ მომწონს მე დღევანდელ კონკურსებში რომ ყველა რატო არის კარგი. ანუ ხო არის ვიღაც უფრო კარგი. იმას უთხარი რომ შენ უფრო კარგი ხარ. აი იმიტომ არ მომწონს კონკურსები. თუმცა მე თავის დროზე ძალიან მაგარი საქმე გამიკეთა კონკურსებმა. ჩემი თავი გააცნო მთელს ქვეყანას და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. როგორ უნდა მიხვდეს სიმართლეს გეუბნებიან თუ ტყუილს? იცი რა არის ამისთვის არსებობენ ვოკალის მასწავლებლები. არსებობენ ადამიანები, რომლებიც კარგად ერკვევიან ამ საქმეში, უნდა გაიკითხო კარგად. უნდა ბევრი იკითხო ამასთან დაკავშირებით, რომ ეს საქმე ჩემია თუ არა და პირველ რიგში შენ თვითონ უნდა გრძნობდე. მე საერთოდ წარმომიდგენი ადამიანი როგორ ეგრძნობს ღერის თუ ვერა. იმას ვერ ვიგებ, ანუ ეგ რა არის. ანუ ეხლა მე რო ვიჯდე და ვერ მღერო, ელო პეპელა, ასე რომ მღეროდე ხო არ კარგად, ხო არ მღერია რა. მე როგორ უნდა ხვდებოდე რომ ვერ მღერი. ხო და ანუ ჯობია რაღაც სხვა საქმე აკეთო მაგ დროს, ან თუ გემღერება შენ შინაგანად თუ გრძნობ რომ ეს მაგარია, საერთოდ არ არის საჭირო რომ მაგარი სმენა გქონდეს. დღეს სცენაზე. მე უფრო სხვა რამე გითხენ. აბა? ოი, ხო გითხარი შტერი ვარ. ტყუილს როგორ უნდა მიხვდეს სხვა რო გეუბნება? იმ ტყუილს როგორ უნდა მიხვდე ვიღაც სხვა რო გეუბნება? გატყუებს? ხო. ადრეს უმეგონა რომ არავინ არ მატყუებდა რაღაცებს. ანუ ვერ ხვდებოდი ხოლმე ტყუილს როდის მეუბნებოდნენ. და მე სულ ვიტანჯებოდი, იმიტომ რომ ვიღაც მატყუებდა და მე აღმოჩნდებოდა რომ ტყუილია და მე ნერვები მეშლებოდა. დღეს ხშირად ხვდები რომ ტყუილს მეუბნებიან, ეგ გამოცდილების ამბავია რა, უფრო. ნელა მიხვდები. შენ უკვე ხვდები. ეგ ძალიან მაგარია. ო გამოცდილების ამბავი, მე ნელა მიხვდები რომ ვიღაც გატყუებს და მე გაგეცინება შენთვის ჩუმად გულში რა. გაატარებ და მიწოდდება რომ ტყუილია. როდის მიხვდი კარგი მომღერალი რა გახდი? ვიცი რა, პირველ პროექტში მივედი ჩემი მეგობრების თხოვნით. მეგობრებმა მთხოვეს რომ აი ეგეთი პროექტი იყო, ჯეოსტარი ერქვა. საქართველოს ვარსკვლავი. და ამ პროექტში მივედი იმისთვის რომ და ფილარმონიაში ტარდებოდა ფილარმონია, ხო იცი? ხო და იქ იყო ეგ პროექტი და მეგობრებმა მთხოვეს რომ ას კეიპობდით ერთად და ეხლა წავიდეთ ამის კასტინგზე და წავედი და შემთხვევით მოვიგე. აი იქ მივხვდი რომ კარგად მღეროდი. ანუ ფინალამდე არც მიფიქრია რომ კარგად მღეროდი და დღესაც მგონია რომ არ მღერი იდეალურად. ანუ ეს პრობლემა სულ მაქვს მე. ანუ აი მაგალითად და ეგ კარგიაო რო გაქო მე ერთმა ძალიან ჭკვიანმა კაცმა მითხრა, რომელსაც დიდი სტუდია აქვს და ძალიან ნიჭიერია. ეგო კარგიაო რატო იცი? აი მაგალითად ჩემ ბოლო ალბომი ჩავწერე ბევრჯერ. ბევრჯერ გადავწერე ჩემი ხმა ალბომში. რატო იცი? სულ რაღაც პრობლემები იყო ხან ჩვენ ქვეყანაში, ხან სხვა ქვეყანაში ხან ის და ვერ გამოდიოდა რა ეს ჩემი ალბომი. და აი მაგალითად ერთი წლის მერე რომ მოусმენდი ჩემ ჩაწერილს აღარ მომწონდა. ანუ ვიზრდები მეც შინაირად. ისე პატარა ვარ და მიხარია. ხო რაღაცებს ვსწავლობ რა ყოველ დღე კიდე. და ამიტომ იდეალური ყოველ მეორე დღეს არ ვარ. ეგ ძალიან მაგარი შეგრძნებაა რა. მიუხედავად იმისა რომ ჩემ ნამღერს ვერ უსმენ, სამაგიეროდ შეცდომებს პოულობ. და მე ვასწორებ. თუ არ უსმენ როგორ პოულობ? აი ხო გითხარი, გაიზდები და ნენელა მიხვდები ვიგატყვეს და ხო ანუ ვერ უსმენ იმას გულისხმობ რომ ესე არ ვთავ და ხშირად არ უსმენ. ანუ ესე ჩავრთო ხა და ჩემი სიმღერებით მანქანაში რომ მოვიდი და იაო ხო ხდები ანუ მაგას გულისხმობ. ანუ ისე რომ შევამოწმო რა ხდებოდა იქ ის ერთხელ და ორჯერ მოусმენ აბარასვისა. თორემ მე სხვამაც უნდა მომისმინოს და თქვენ ცუდია. ის ოთო განსხვავდება რომელიც სცენაზე დგას იმ ოთოსგან რომელიც სახლშია? არა. და ეგ არის თავარი წარმატების თავარი გასაღები არის ეგ. ანუ სახლშიც მღერი და ქუჩაში.
კი, მე სუმღერი, მაგრამ არ მიყვარს როცა მაძალებენ იმღერებო. აი ამაზე უბრაზდები. ანუ მაგალითად და ვინ გაძალებს? აი მეგობრები, ვიღაც უცხო ადამიანები, უცხო გარემოში რო ვარ. აი მიდი რა გვიმღერე რა ძმაო, თუ რაღაც მოიცი, არ მე მინდა ძმაო. ეს სიმღერა არ მინდა რა. აი ეგ მჭირს სიჯიუტე მჭირს მაგის რო. არ მინდა. ხო. არ მინდა რა. ეხა ვიღაცა რომ მოვიდეს და იმ ხატვარი რო იყოს და ერთად ვქეიფობ სადღაც, ხო? სუფრაზე. ხო. მიდი რა ძმაო იმღერა, მიდი რა დახატე, უთხრა, ნუ ამოვაგებინო. ნუ დავახატინო. დიდი თან ჭამოს და თან ხატ. ხო, რომ მეც ხომ დასვენება. ხარ მინდა რომ სხვას მოусმინო. ცხიმიანი ფანქრები და ფლომასტერი. წვადიანი, ხინკლიანი ფლომასტერები. გუაშებში ჩასხმული ხინკალიანი. შენ საყვარელ ადამიანებს უმღერო გირჩევნია თუ ათასობით სხვა ადამიანებს? იცი რა არის? ძალიან ჩამჭრელი კითხვა დამისვი. 1000-ობით თუ 10,000-ობით? 1000-ობითაც და 10,000-ობითაც და მილიონობითაც. ხო. მილიონი არ ამგონია მილიონი იყოს. შენ კონცერტზე. მილიონობით ადამიანებს. იმიტომ რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ამას გამიგებს ალბათ. და თუ არ გამიგო, ჩემი საყვარელი ადამიანი არ ყოფილა. შენ საყვარელი მომღერალი რომელია? მე მყავს 2 საყვარელი ქართველი მომღერალი. ხო, თქვი. დავай. ერთი არის ზვიად ბოლქვაძე და მუსიკოსი. შენ იცი ზვიადი? აი ზვიად დაპატიჟი აქ ძალიან მოგეწონება. ძალიან საყვარელია. რომლის მუსიკაცსაც ჭკუიდან გადავყავარ და მეორე არის მებო ნუცუბიძე. მებო არიცი? არც მებო არიცი. არის ის ვინ ახარ. ორივე ძალიან მიყვარს. ძალიან ბევრი კიდე ძალიან მომწონს, მაგრამ ეს ორი განსაკუთრებით. 3 დღე ტელეფონის გარეშე უფრო გაძლებდი თუ მუსიკის გარეშე? ტელეფონის გარეშე რა თქმა უნდა. ნუ ტელეფონის ის ჭია არ ვარ. მე მიყვარს თევზაობა, იცი? მეც. მართლა წავიდეთ? იცი რა, კატერები, ნავები, რეები მყავს, იცი? აბა მე მეც ურო არ ვიცი უას რა ვაზულად. მე ვიცი ცურვა. მაშინ და დაგახტე. ჟილეს ჩაგო, და ჟილეს ჩაგაცნო. მე ოღონდ მე როგორი კატერი? შენ იმ კატერს მოგცემ. პატარა კატერი მყავს ესეთი და თევზების საჭმელებს ვატან ხოლმე, იცი? და პულტით მართავ რა. და იმ პულტით შეიყვანე შენ. ანუ გიყვარს თევზაობა, მართლა? კი, მიყვარს. კი თევზაობია? კი, ამ ხელა თევზს დავუჭირეთ ერთხელ. სად? ფოთში ვიყავი და ამ ხელა თევზს დავუჭირეთ. ფოთში? აუ, ზღვაში თევზავე? თუ მდინარეში? არ ვიცი, პატარა ტბასავი რაღაცა. წავიდეთ მე და შესათევზავთ. მან ის რომ ხელა თევზებია შენ. სადაც მეტყვი იქ წავიდეთ. ერთი დავუჭირეთ მარტო ამ ძალიან დიდი იმით დავუჭირეთ, რა ქვია, ბადეთი დავუჭირეთ ერთი თევზი. მე ხო დიდი იყო. დიდი იყო ამ ხელა. მე მაგარი. აი ამ ხელა. და ანუ თანთან, ანუ კულზე არ აჩერებდა. ესე შევუდა? ხო გაუშვი უკან მე. ანუ რომ მოგქონდა პარკით კიდე ათანთალებ. ხო, მე ტაფაზეც ათანთალებ და? კი. მართლა ეხა მუცელშიც ხო ათანთალებს ისევ. კიდე. არა. ერთხელ რა პატარა თევზები ნახე ამ ხელები. მართლა? ანუ ბადეზე პატარაც. მე იცი რა მაგ რა ნახე? აი ის რო არის ნიმო, იცი ნიმო? იცი. აი ნიმოები მყავს ნანახი. ჩაყვინთვით. და ძალიან ლამაზია. შენს ხო ჩაყვინთავ მე? ერთხელ მე ნიმო დავიჭირე. რა? ერთხელ ნიმო დავიჭირე და სა? ეს 400 ვიყავი და ნიმო დავიჭირე და მე გადავაგდე. გადავაგდე ხო? აი ანუ ცოცხალია ის ნიმო. კი, ჩავაგდე წყალში და ალბათ ცოცხალი იმდე არ დაიჭირე. ძალიან მაგარი ხარ. აქ მაქვს ახლა მეორე თამაშიც. ხო. როგორ უპასუხებდნენ ეს ადამიანები? კითხვებს? დედა საუკეთესო მეგობარი ცოლი და შენი თავი 8 წლის ასაკში. ერთი სიტყვით
დაახასიათე ოთო. აბა დედა როგორ გიპასუხებდა? ჩემო სიყვარულო, ეგრე მიპასუხებდა. ჩემო პატარაო. განანაირად ვარ პატარა. და დიდი ვარ და მაინც პატარას მეძახის. ხო და შენ არ ძახი შენ თავს პატარა ვარო. ხო პატარა ვარ ამით ჭუით, თორე ისე დიდი ვარ, ხელა. ჭუა მაქვს პატარა. და შენ ეზრი მე რომ ხელა მაქვს ჭუა. შენ ძალიან დიდი ჭუა გაქვს. ანუ 40 წლის. შენ რამდენი წლის ხარ? მე 37-ის. ანუ მე 37 წლის ვარ ხო, დავი. ხო. როგორ დაგახასიათებს? დედა? ო, ეს ალბათ ყველაფერი კარგი სიტყვა და ხო იცი როგორ ეს ჩემი შვილია, ეს საუკეთესოა, ეს რაღაცა. ჩემი ლომი და რაღაცებს მიწერს მომე, ვიცი? ეგრე მახასიათებს. ანუ დედა ჩემი ამბობს, აი ყველაფერი კარგს ჩემზე თუ რამე იცის. დარწმუნებული ხარ? კი. მაი ეს ხელი დაუქნიე რა. დედა ჩემს. აქეთ რო უქნა და აქეთ. ხო, ძალიან უყვარ ხარ და იმიტომ. ეხა როგორ დაგახასიათებს საუკეთესო მეგობარი? საუკეთესო მეგობარი? არ ვიცი, ჩემი საუკეთესო მეგობრები როგორ დამახასიათებდნენ. არ ვიცი, ალბათ დადებითად. მაგრამ მეძახიან ძალიან ჯიუტს. ძალიან ჯიუტი ვარ. ესე რო და სუ გონიათ ჩემს გარშემო ადამიანებს, რომ მე ვარ აი ესეთი ტიპი რა, რომელიც ჭხუბობს და აგრესიულია და ითილი ვარ. ეგრე გონიათ. ჩემი საუკეთესო მეგობრები ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები, აი ძალიან მაგარი მეგობრები მყავს, ძალიან მაგრები. არ ვიცი, ალბათ იტყოდნენ რომ აი ძალიან ამაყობენ ალბათ რომ ჩემი მეგობრები არიან. როგორც მე ვამაყობ რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან და ბევრ კარგ სიტყვას იტყოდნენ ალბათ ჩემი მეგობრები ჩემზე. შენი ცოლი. აი მანდ ვერ მოყვები ალბათ მაგაზე. ჩემი ცოლი იტყოდა რომ სახში არაფერს არ ვალაგებ, თავსაცმელს თავის ადგილას არ ვდებ. მეძეგე. ხო, არ შემიძლია. მაგრამ მე ვალაგებ. ისეთი ცხოვრების რიტმი. მე ვალაგებ ხოლმე ცოტა ხანი რო გავალაგებ. მეც რო დამიწყებენ ჭხუბს და მე მეშინია გავრბივარ და სანამ. და კიდე იტყოდა რომ ძალიან მიყვარსო. ხო, აი ხო ვაბრაზებ და მაინც ძალიან უყვარ ვარ. მზე გამიმართლა ცხოვრებაში. შენი თავი 8 წლის ასაკში როგორ დაგახასიათებდა? მე რო ხარ 8 წლის ვიყო და ჩემ თავს უყურებდი ამ ხელას? ხო. სულ სხვანაირი ვარ, სულ სხვანაირი ვიყავი ადრე. ძალიან შევიცვალე. ალბათ ძალიან გამიკვირდებოდა ესეთი რო ვიქნებოდი. და ჯერ ვიტყოდი რომ მაგ ხელა თავი საიდან გაგეზარდა თქო? ან მაგ ხელა როგორ გაიზარდე თქო? და ან მაგდენი რამე როგორ მოასწარე ამ ცოტა დროში თქო? ძალიან გამიკვირდებოდა ბევრი რამე ჩემზე. იმიტომ რომ ფიზიკურადაც ძალიან შეცვლილი ვარ და ცხოვრებაში მიმართულებითაც. და ალბათ 8 წლის ვერ წარმოვიდგენდი ამდენ რამეს თუ გავაკეთებდი. გასაგები. ამომწურავი პასუხი გაგიცი? გასაგები. კი ბატონო. რა არის ოთოს ყველაზე კარგი თვისება? დედა. დედა რა სიტყოდა? შენი საუკეთესო კარგი შენი. ყურადღებიანი ვარ ალბათ. ნუ დედისთვის და მამისთვის ძალიან ყურადღებიანი ვარ და ალბათ ამას იტყოდა. საუკეთესო მეგობარი. საუკეთესო მეგობარი? რომ შემიძლია ჩემი ნებისმიერ რაღაც გადავდო, დავივიწყო რაღაც და ჩემი მეგობრის გავაკეთო. ანუ შემიძლია რომ ის ეგრე იტყოდა. ხო, პრინციპში ეგრეც არის, არც თავის ქება არ მინდა რომ გამომივიდეს რა, მაგრამ ნუ ეგეთი ვარ რა, ჩემ თავზე მეტად ჩემი მეგობრები მიყვარს. ო. ის რაღაცა ეგრე ვარ ხოლმე ზოგჯერ. შენი ცოლი რა სიტყოდა? სოფოსთვისაც ძალიან ყურადღებიანი ვარ ეგ ერთი და რა სიმპათიურია ეს ბიჭი ალბათ იტყოდა რა ეს რა საოცარი ბიჭიაო. შენი არის სოფო? ხო, ჩემი მეუღლის, ჩემი ცოლია სოფო. როგორი? მეძმარიაშვილი, იცი ვინ არის სოფო? ახმოვანებს. შენ იცი ეგ ნანახი მაქვს. მარშანია რო იყო გიორგი შენთან სტუმრად. ჟოზე. აი დუდუნაა სოფო. იცი. მართლა? ვიხ გამახსენდა. რატომ უყვართ ადამიანებს ოთო?
დედა იტყოდა რომ საოცრად მღერი და სასწაული მომღერალი ვარ და იმიტომ უყვარდო. მე სხვა რამეს ვიტყოდი. აი, მე ვიტყოდი რომ იმიტომ უყვარვარ ადამიანებს რომ არ ვიტყუები. როგორ არ ვიტყუები? მაგრამ თავარ რაღაცებს არ ვიტყუები. წარე სიმართლე უფრო გიყვარს თუ ნაზიტყვილი? ნაზიტყვილი. ნაზიტყვილი მირჩევნია მწარე სიმართლეს. საერთოდ არ მინდა რომ გავიგო რამე ცუდი. მირჩევნია მომატყუონ. მაგასაც მივხვდები და გავატარებ. ამიტომ მე მირჩევნია ნაზიტყვილი მირჩევნია. მე მწარე სიმართლე. მართლა? რომ სიმართლე გავიგო. ხო აი მე არ მინდა სიმართლეს გაგიო. და ჩემ მოგონი სამყაროში ვცხოვრობ ისედაც და რაში მჭირდება სიმართლეები. ამ ადამიანებიდან ყველაზე მწარე სიმართლეს რომელი გეტყოდა? დედა. დედა არ მეტყოდა. გამიფრთხილდებოდა და იმიტომ და სულ შიში ექნებოდა რომ რამე არ დაეშავებინა ჩემთვის. ალბათ სოფო მეტყოდა ჩემი ცოლი. პირდაპირ ეგრევე, ეგეთია. და ჩემი საუკეთესო მეგობრებიდანაც რამოდენიმე მეტყოდნენ ეგრევე პირდაპირ. როცა რაღაცას აკეთებ, ვისი აზრი არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? პირველ რიგში ხალხის ალბათ, ჩემი სმერილის. როცა ალბათ მუსიკას გულისხმობ. როცა მუსიკას ვაკეთებ, თუ რამეს სულ ერთია, რას ვაკეთებ? ნებისმიერ. იცი რა არის, ჩემზე მნიშვნელოვანი აზრი სხვისი ვერ იქნება ჩემ საქმეში. ძირითადად ჩემ თავს უსმენ. და ვარ ძალიან ჯიუტი, რაღაც თუ მინდა ბოლომდე ვაკეთებ. და არავის არ მოусმენ. შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მე ამაზე ვისწავლი და თავიდან სხვა რამეს გავაკეთებ უკეთესად. ამიტომ არავის აზრი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, საკუთარი თავის აზრებია ყველაზე მნიშვნელოვანი. პატარაობაში მშობლებმა რო გასწავლეს და მშობლებმა ესე რო გირჩიეს და შე რო არ გინდოდა და მე რო გაიზარდე და ნელ-ნელა რომ მიხდი რომ ხო მშობლები მართლები იყვნენ. მშობლები უმართლები არიან. პატარაობაში არ გინდოდა მე რო გაიზარდე მე მიხდი და მიხდი კიდე. აი მეგობრები მაგალითად მამა მეუბნებოდა რომ ყველა შენი მეგობარი ვერ იქნებაო რა. მე ბევრი მეგონა რომ აი ესენი სულ ჩემი მეგობრები არიან რაღაც და ვერ ვიგებდი რანაირად შეიძლება და მე რომ გავზრდილიყავი რომ ეს ადამიანები შეიძლება საერთოდ არ მენახა. დიდი ხნის განმავლობაში ან ჩემი მეგობრები არ ქმეოდათ. ეგრე აღმოჩნდა. მე ძალიან ცოტა მეგობარი გრჩება. ნამდვილი მეგობრები. და არ უჯერებდი ბადრის, მაბადია ბადრი. და აი მე გზადაგზა ხვდები რომ ყველაფერი რასაც მშობლები ბავშვობაში გვეუბნებიან წინ დაგხვდება აუცილებლად ამიტომ დაუჯერეთ მშობლებს. ეხლა მელაპარაკე შენ დედაზე და შენ მამაზე. როგორები არიან? ბადრი და მაია ძალიან საყვარლები არიან. ჩემი ყველაზე დიდი მეგობრები არიან პირველ რიგში. რომელსაც ჩემზე და ბესოზე ჩემს ძმაზე ამბობდით მზე და მთვარე და ვარსკვლავები. და აი სუმზად არიან, აი გორში ცხოვრობენ, ისინი თბილისში ცხოვრობენ, მე გორში დავიბადე. აქვე ახლოს არის ქალაქი, თუ იცი. სხვა ქალაქია, თბილისი არ არის. ხო და პატარა ქალაქია და იქ ცხოვრობენ და სუ გველოდებიან მე და ბესო როდის ჩავალთ. და ჩვენ ძალიან ხშირად ჩავდივართ, რა თქმა უნდა, როცა ვიცილით ეგრევე იქ გავრბივართ. და სულ უნდათ რომ ვინმე სტუმარი მიუყვანო სახში. რომ მეგობრები ჩაუყვანო ის რომ მაია მაკეთოს საჭმელებია, ეს არის მაიას ბედნიერება და ნახეთ რა კაი ტოლმა და რა გუფთა და აი ეგ არის მაია. და მე ხორცი რო ერევა ბადრის ჭრის. მამა ჭერს. ბადრი აი ოღონდ თავისი ღვინო გაასინჯოს ვინმეს და იქიდან მთვრალი გამოუშვას. ერთი სული აქვს. როდის იქნება მთვრალი ერთი სული აქვს? ბადრი? არა, როდის დაათრობს სხვებს თავის ღვინით, რომ მე აი მათ უთხრან, რომ აх, რა მაგარი ღვინო გქონია ბადრი ბიძი, აი ეს უნდა რა, რომ თავისი გაკეთებული ღვინო გაასინჯოს სხვებს. და სულ დამყავს ყველგან ორი, ვიცი? კონცერტები სადაც მაქვს საქართველოში, არა მარტო უცხოეთშიც მიმყავს ხოლმე მაია და ბადრი. ხშირად ეუბნები მშობლებს რომ გიყვარს? კი. კი.
ხო, ან ისეთ რაღაცებს ვეუბნები, რომ იგივეა რა. ხო, ვეუბნები ხშირად. ვაგრძნობინებ მაინც, რომ ძალიან მიყვარს. უნდა დაასრულო წინადადება. ხო. ხო, პირველი. ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ მეც ადამიანი ვარ. არა მგონია. რობოტი ვარ. გაფუჭებული რობოტი ვარ. ეხა თქვი ხოლმე სიმართლე. ადამიანები რომ ხვდებიან, რომ მე სულ არ მემღერება. ყველაზე მეტად მწყინს როცა გონიათ რომ მომატყუეს და თან ეგრე და მე კიდე აგრძელებენ მოტყუებას ჩემი. ყოველთვის ხვდები და მე უფრო ბრაზდები. გირჩევ არ გაბრაზა, იმიტომ ხომ არა მე ზამბრაზდები. ბრაზილი ხვდები. წარმატების ფასი ჩემთვის იყო ჯანმრთელობა. ჩემი ჯანმრთელობა შეიძლება შევა წარმატება. მეშინია რომ მე და შენ მალე არ ჩავიდეთ აფხაზეთში და სამაჩაბლოში. რას გულისხმობ? რას გულისხმობ და ნახე, როცა ისე რო აგიხსნა რა. სულ მახსოვს რომ მე პაპას ვეძახი ბაბუს, ხო, პაპა ჩემი მამა ჩემს ეუბნებოდა რომ აი შენ მაინც იცხოვრე გამთლიანებულ ქვეყანაში, ჩვენი საქართველო ხომ მთლიანია, დიდია და ლამაზია. მერე მამა მე მეუბნებოდა და მე არ მინდა რომ შენ თაობას და ჩემ შვილებს უთხრა ეგ და მინდა რომ ერთად ვიცხოვროთ მთლიან ბედნიერ და ლამაზ საქართველოში და მინდა რომ ეს ვნახო ცხოვრებაში ძალიან მალე. და ამიტომ შენთან ერთად წავიდეთ აფხაზეთშიც, სამაჩაბლოშიც და იქ ჩავწეროთ პოდკასტები, კაი? კაი. ვისურვებდი უფრო ხშირად მეთქვა, ანუ შენ თავს კითხე ეს კითხვა? არა. იმიტომ რომ ეგ სიტყვა არ ვიცი. ანუ არა არ ვიცი რა. ანუ რაღაცას რომ თხოვენ და არ მინდა რომ გავაკეთო, მაინც ვაკეთებ. და უნდა ვისწავლო, რომ არა, არ მინდა. და დამანებე თავი. ვისურვებდი რომ ხშირად მეთქვა არა. დღემდე ვერ ვისწავლე. ხატვა. აი არ ვიცი. სწორ ხაზსაც კი ვერ ვავლებ ფურცელზე. სახაზავითაც ვერა. სახაზავით კი? აი ჩემო კუთხეში გადმოვწდე კი. არ ვიცი, ხატვა არ ვიცი რა, არ მეხერხება ეს. ანუ ესე ვერ გააკეთებ, ესე ვერ გაჭრი? ვერა. ესეთი იქნება. მე ლამაზი იქნება. ლამაზად გავაკეთებ ეგრე. ბედნიერი ვარ, როცა ჩემს მეგობრებთან და ჩემს ოჯახთან ერთად ვარ სადმე წასული. მარტოებისაც ვარ და სულ ისეთი ადამიანები არიან ჩემს გარშემო, ვინც ყველას ძალიან მიყვარს, მაშინ ვარ ძალიან ბედნიერი. ყველაზე მეტად ვამაყობ ჩემი ძმით ძალიან მიყვარს და ყველაზე მეტად ვამაყობ ბესოთი, იმიტომ რომ ყველა მაგის წარმატება ჩემს წარმატებაზე მეტად მიხარია. ეხლა მე ბოლო კითხვასაც დაგისმენ და დაგემშვიდობები. ბაი. ოღონდ ერთი პირობით. ბოლო კითხვის მერე ჩამეხუტები. კი. კაი. თუ პატარა ოთო დიდ ოთოს, ან ახლანდელ ოთოს შეხვდებოდა, იამაყებდა ისიც? კი. მოეწონებოდა, ნუ რაღაც შენიშვნებს მისცემდა ალბათ. პატარა ოთო დიდ ოთოს. უფრო უკეთესი ჩემეძლო რომ ყოფილიყავი დღეს. მაგრამ ყველაფერი წინ არის. იქნებ ცოტა მერე შემხვდეს 40 წლისას, 45-ს და იქნებ უკეთესი ბიჭი ვიყო. იამაყებდა. თუ მოგეწონა ჩვენი ვიდეო, ხო. YouTube არხზე დამასაბსკრაიბე. ახლავე. აი აქედან სანამ გავა, მანამ ვიდა გასაბსკრაიბე. კაი. და თქვენს დაასაბსკრაიბეთ. ეს მაგარი გოგო. და თან პირობა აქვს შესასრულებელი. მოდი ჩემო სიცოცხლე რა მაგარი გოგო ხარ და რა ლამაზი ხარ და დასაყვარელი ხარ, დიდი მადლობა. და განაც მეგობრებო, დამალაიქე, დამაფოლო, დამასაბსკრაიბე, ჩემ პოდკასტი იწერება ლემო პოდკასტ სტუდიოში და მომავალ ხუთშევათამდე. ეს ხუთი მოგწონს. კი, ვიცი, ბაიას თორში იყიდება და ხშირად ბაიას თორში იყიდება და შენ გაჩუქეს და მე ვიყიდე, აი? და არის რამე შეგიდით მანდ
არაფერი დიდი ხო? ტვინი. მართლა.